ხელში მიჭირავს ქრისტი პომიდორი. გჯერა თუ არ გჯერა? არა. შენ მე ხელში მიჭირავს ნამცხვარი, გჯერა ჩემი. რა თქმა უნდა რომ არ მჯერა. კარგი, დავიწყოთ ახლა გამოცდილება და მანამდე თქვენ ყველამ გამოიწერეთ ეს შაპიტოს გვერდი რომ ავიდეთ მილიარდ გამომწერზე. ხელში რაც გიჭირავს, მგვალია? მგვალია, პომიდორია და რის ფორმა ექნება. ხელში რაც გიჭირავს. აი იღე და ჩაკბიჩე. ეს რაღაცა ფეიქი იყო, ქრისტინე. ჩაკბიჩა გავდა ჩაკბიჩა. არა, რა იყო? გადავყლაპე. ვარა, უცნაური. ხელში პომიდორი რო გიჭირავს, აბა დააგდე. არ დაიზილოს რა. არა უშავს. პომიდორს ეგეთი ხმა არა აქვს, გიორგი. ისი, აბა როგორი ხმა აქვს? პომიდორი, შორები დაგდების ხმა აქვს ამასაც. კარტოფილი გიჭირავს? პომიდორი. ქრისტი, ხელში შენი ნამცხვარი 4 კუთხედი არის? ნუ ეხლა სანამ ჩავკბიჩავდი იყო 4 კუთხედი. ანუ არის, ანუ მაგ ფორმის არის. კი. ხელში რაც გიჭირავს, მაგას ტალახი აქვს? არანაირი ტალახი, ქრისტი, პომიდორთან ტალახს რა უყურე. ქრისტი, შენ მითხარი ახლა, რისი გემო აქვს მაგ ნამცხვარს? გიო, ხო გითხარი, შენი საყვარელი ნამცხვარი არის? რისი გემო აქვს? მე დოქის გემო აქვს. ხო და ეგ არ არის ჩემი საყვარელი ნამცხვარი. როგორ არ არის? შესაბამისად რაღაც მატყუებ. დატყუებ. მოდი ბოლო კითხვები დავუშვი. შენი ვითომ პომიდორი წითელია? დამთრის პომიდორი ცოტა სხვანაირია, მაგრამ წითელია კი. მეტი არ მინდა მატყუებ. წითელია, ქრისტინე, ანუ რავი, ჩემი თვალებით რასაც წითელია. რატო ჩავკუშო კითხვა უკვე დამისვი. მოდი კიდე თვითონ კითხვა დავუსვათ, კარგი? კარგი. აი, მოდი ერთად ხნა. მე ჩავკბიჩავ. და შენ კიდე შეიზინე ნამცხვარი. კარგი. 1 2 3. აი გჯერა ჩემი თუ არა? არა, ხახისუნია. არც მე ეგ რა შეზელილია. კარგი რა. კომენტარებში დაწერეთ, ვის უფრო კარგი მივცეთ რა ხელში.